ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია ელიტ ელექტრონიქსი. ვამზადებ საყვარელი ადამიანებისთვის და მათთან გატარებული ბედნიერი წუთებისთვის. ვამზადებ გემრიელი დღეებისთვის, იმიტომ რომ ცხოვრება სჭირდება გემო. მოამზადე სიყვარულით. ელიტ ელექტრონიქსის სამზარეულოს ტექნიკის დახმარებით და გახდი შენი ოჯახის შეფზარეული. გადაცემის სპონსორია რუბიკონი. შეიძინეთ ყველაზე მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით თქვენი მყუდრობინა ქობულეთში, ზღვის პირას. სამშენებლო კომპანია რუბიკონის დასრულებულ მრავალფუნქციონალურ კომპლექსში. გარეკეთ 570 90 90 76 570 300 320. ქობულეთი, რუბიკონი, მეგობრობის 2. განვითარების ბანკის შემდეგ მთავრობამ ფინანსური კორპორაციის შექმნაც გადაიფიქრა. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა. რას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად როგორია ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა? კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში. ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დაანონსებული საკანონმდებლო სიახლეები ფინანსურ კორპორაციასთან დაკავშირებით დროებით გადაიდო. მთავრობა ამ მიმართულებით კვლევების შედეგებს ელოდება. პროცესის დასრულებამდე კი ფინანსური კორპორაციისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს საპარტნიორო ფონდი შეითავსებს. თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ საინვესტიციო სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადადის. გაზრდის თუ არა ინვესტიციებს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული სააგენტო, რომლის ფუნქციებიც ფართოვდება, როგორია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და რატომ ცხადდება, რომ თითქმის ყველა ხმაურიანი რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება. ეკონომიქსის კითხვებს ეკონომისტი ირაკლი ლოქვინაძე უპასუხებს. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ირაკლი, გამარჯობა. მოგესალმებით, ჩვენს მსმენელებს მივესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობ გადაცემაში. ირაკლი, მე განვითარების ბანკთან დაკავშირებით მსმენელებს მინდა შევახსენო, მას შემდეგ, როდესაც ეს იდეა წამოვიდა მთავრობისგან, ამას მოყვა სერიოზული ასთა სხვადასხვაობა. შემდეგ მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, თქვა, რომ ფინანსური კორპორაცია შეიქმნება და როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებაც იცვლება. რა საჭირო იყო ან ერთი, ან რა საჭიროა მეორე და საერთოდ უნდა შეიქმნას თუ არა ფინანსური კორპორაცია? საერთოდ ჩვენს პარლამენტს ჩვევია გარკვეული ინიციატივები და ამ ინიციატივების გზადაგზა შესწორება. რაც ძალიან ცუდია და ეს არაერთხელ მოხდა. პარლამენტს თუ მთავრობას? პარლამენტს ხშირად ინიციატივებში და არის შემთხვევები, როდესაც მთავრობაში ხდება სწორედ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. რაც ძალიან ცუდია და მთლიანობაში იწვევს, ასე ვთქვათ, ბუნდოვანებას. ბუნდოვანება ყოველთვის ცუდია და აბნევს იმ მხარეებს, ვინც დაკავშირებული არიან ესეთ თუნდაც ინვესტორებს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებთან. საპარტნიორო ფონდი, რომელიც დღეს არსებობს თავის შესაძლებლობებით, აქტივებით, მე ვფიქრობ, არის ის ოპტიმალური უწყება, რომელიც ამ ეტაპზე ასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც ეს არის შექმნილი. საპარტნიორო ფონდის მთავარი ფუნქცია იყოს თანამონაწილე და პარტნიორი კერძო ინვესტორებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და მას მოუგვაროს ისეთი ტიპის პრობლემები, რომელიც უკავშირდება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან თემებს. ეს შეიძლება იყოს კაპიტალის თანამონაწილეობა, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, კორპორაციების შექმნა არ არის ამ ეტაპზე. შეიძლება კორპორაციას. კორპორაცია პირველადი ვერსიით უნდა ყოფილიყო უფრო ფართო ფუნქციების მატარებელი ორგანიზაცია, ანუ დღეს საპარტნიორო ფონდის შეზღუდულია კაპიტალში. ანუ მას აქვს ის ფული, რომელიც შეესდის სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებული საწარმოების მოგებიდან და უფრო მეტის გაკეთება თუ გჭირდება ჩვენ ინვესტიციების კუთხით, ეს ფული ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ფინანსური კორპორაცია, რომლის ფუნქციები ფართოვდებოდა, მას შეეძლო მოეზიდა კაპიტალი და ასე ვთქვათ, ყოფილიყო არა მარტო დამოკიდებული აი ამ მოგების მაჩვენებელზე, რომელსაც სახელმწიფო საწარმოები აკეთებენ, აი ამ კუთხით იყო, რომ მისი შესაძლებლობები უფრო გაფართოებული იყო. შეიძლება ყოფილიყო გარე კაპიტალი, შეიძლება ყოფილიყო სესხი, ან შეიძლება ყოფილიყო სხვა ტიპის შემოსავლები. მაგრამ მთავარი პრობლემა აქ გამოიკვეთა ერთ რამეში, რომ ჩანაწერში იყო ესეთი მცდელობა, რომ საბიუჯეტო გარანტიები ყოფილიყო გაცემული და ეს იყო მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკოსებს ვაძლევთ საშუალებას მსგავსი ტიპის ფინანსური კორპორაციის მოქმედების პროცესში ჩართონ საბიუჯეტო გარანტიები და თქვენც კარგად იცით, რომ რამდენიმე პოლიტიკოსაც ქონდა სურვილი, რომ ამ ასეთი ტიპის ბანკის ხელმძღვანელი გამხდარიყო, ეს უკვე პრაქტიკულად ცვლის
იმ მიზნობრიობას, რისთვისაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს მსგავსი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი. სწორედ აი ამ არგუმენტების გათვალისწინებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა გამოთქვეს გარკვეული შენიშვნები. როგორ ფიქრობთ ის რომ მთავრობამ შეაჩერა დავშოთ ამ კორპორაციის შექმნა საერთოდ გადადოეს არავინ იცის ამ ეტაპზე, მაგრამ ხომ არ არის ამის დამსახურება თუ მე ვფიქრობ ამის დამსახურებაც არის და ალბათ უფრო კარგადაც ჩაიხედეს დეტალებში და გააანალიზეს ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ასეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნა. ამ ეტაპზე საუბარი არის მთავრობაში თქვეს რომ ველოდებითო ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა რომ სპეციალურ კვლევების შედეგებს დაველოდებით და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ანუ რა კვლევა უნდა დაიდოს? არ ვიცი კონკრეტულად რა კვლევაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. მთავარი არის ერთი რამ. ეს ორგანიზაცია, რომელიც იქნება ინვესტორებისთვის პარტნიორი სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, მას არ უნდა შექონდეს შეხება საბიუჯეტო თანხებთან და საბიუჯეტო გარანტიებთან. ის შემოსავლები, რომელსაც სახელმწიფო იღებს საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან, შეიძლება ეს იქნას გამოყენებული ინვესტორებთან პარტნიორობაში, ან შეიძლება გავაფართოვოთ ფონდის ფუნქციონალი და შეიძლება მაგალითად მას გაუჩნდეს დაუშვათ კაპიტალის მოზიდვის სხვადასხვა შესაძლებლობები. და აუცილებლად მსგავსი ტიპის ორგანიზაციას უნდა მართავდეს პროფესიონალი ადამიანი და არა დაუშვათ პოლიტიკოსი, რის მცდელობაც იყო და იკვეთებოდა წინა ამ ინიციატივის შემთხვევაში. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ ამ ეტაპზე რომ მთავრობამ ეს დაუშვათ კრიტიკული მოსაზრებები გაითვალისწინა და მე ვფიქრობ გარკვეული საფრთხეები დაინახეს და ამის საფუძველზე ჯერჯერობით გადადეს ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება საინვესტიციო სააგენტოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადადის, რატომ? ანუ ეს გაზრდის ინვესტიციების რაოდენობა, ანუ რას ემსახურება ეს ინიციატივა? მე ვფიქრობ გაზრდის თუ არ გაზრდის, ამის საჭიროება მთავრობამ დაინახა მას შემდეგ, რაც პირველი და ორ კვარტალში დაფიქსირდა ინვესტიციების არც თუ ისეთი მოცულობა, რომლის მოლოდინით შეიძლება არსებობდა. ზოგადად ჩვენთან საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციები უფრო ტექნიკური მხარით შემოიფარგლებოდა აქამდე, ვიდრე რაღაცა ისეთი ანალიტიკური მუშაობით თუ გარე საინვესტიციო ფორუმებზე აქტიური კომუნიკაციით. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ფუნქციონალი იქნება ჩადებული, გარდა იმისა, რომ ისი ასე ვთქვათ მნიშვნელობა და როლი იზრდება და ინვესტორებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, ბევრი უფრო მეტი მუშაობა მოუწევს ამ ორგანიზაციას, ვიდრე თუნდაც აქამდე აკეთებდა, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო სააგენტოს ანალიტიკური ჯგუფი თვალყურს ადევნებს მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს. ეს ასე არის ხო აქამდე? მე ვთვლი, რომ ის იყო უბრალოდ ერთი რაღაც ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო დელეგაციებთან ერთად ძალიან ხშირ შემთხვევაში იყო წარმოდგენილი და ძირითადად დამოკიდებული იყო მისი ზემდგომი უწყების გადაწყვეტილებებზე, მოქმედებებზე თუ ასე შემდეგ. ანუ ეს იქნება ხა ცალკე სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და შესაბამისად ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და მე უბრალოდ ჩემი სურვილია, რომ ის იყოს უფრო ხშირად წარმოდგენილი მსოფლიო საინვესტიციო ფორუმებზე, ძალიან ანალიზს უკეთებდეს მსოფლიო კაპიტალის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს და კარგად ხედავდეს ამ გლობალურ პროცესში საქართველოს როლს, რომ ზუსტად ისეთი ინიციატივები შედგეს, რომელიც გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. ასევე მას ემატება საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც მასალების ან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ექნება. ესეც დამატება, ანუ ეს არ ქონდა აქამდე ამ სააგენტოს. ეს არ ქონდა, მისი ძირითადი ფუნქცია, რამდენადაც მე ვიცი, იყო უბრალოდ კომუნიკაციის საწყობა და ამის შემდეგ უკვე სამინისტრო იყო დაუშვათ ამ ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისგებელი და ეხლა ძლიერდება ამ მიმართულებით საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციონი. გასაგებია, მე მინდა აუცილებლად კითხოთ გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გამართა ექსპერტებთან შეხვედრა, სადაც ეროვნული ბანკის წარმომადგენლის დანიშვნაზე იყო საუბარი და მე წავიკითხე ერთ-ერთი თქვენი კოლეგის მოსაზრება, რომელიც არის კი არა და კმაყოფილი ამ შეხვედრით ის, რომ მისთვის იყო მოულოდნელი, რომ პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ თქვენი სფეროდან მოხდეს შეთავაზება კანდიდატურის. ხართ თუ არა ჩამოყალიბებული უკვე და ზოგადად ესეთი შეხვედრები რას ემსახურება? მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ინიციატივა იყო და საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება თუ მსგავსი ამ საზოგადოების ჩართულობა თუ უფრო მეტი იქნება ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ის კანდიდატი, რომელსაც ის წარადგენს, იყოს რაღაც საზოგადოების შეთანხმების და კონსენსუსის საფუძველზე აღიარებული პიროვნება. გუშინ პრეზიდენტის მოლოდინი იყო, რომ ჩვენ კონკრეტულ პიროვნებებზეც ვილაპარაკებდით, თუმცა თქვენ არ იყავით მზად რამეს? ჩვენ არ ვიცოდით საერთოდ რისთვის ვიკრიბებოდით, მაგრამ ითქვა და პრინციპში ესე შევთანხმდით, რომ ჯერ რამდენიმე კრიტერიუმს ავარჩევთ ალბათ, რა კრიტერიუმი შეიძლება
შესაძლებლობა უნდა აკმაყოფილებდეს რა კრიტერიუმები შეიძლება იყოს ის რის საფუძველზე ჩვენ შევარჩიოთ ეს კანდიდატი და ამის შემდეგ იქნება კონკრეტული პიროვნების შერჩევა. კანონი განსაზღვრავს დღეს გარკვეულ კრიტერიუმებს, თუმცა ის საკმაოდ ფართოა და იქ იყო მოსაზრება გამოთქმული, რომ ეს იყოს სფეროს სპეციალისტი, ეს უნდა იყოს მაკროეკონომისტი, ეს უნდა იყოს ადამიანი საზოგადოებაში გარკვეული რეპუტაციის მქონე, რომელიც შეიძლება იყოს ექსპერტიც. არა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს იმ წრიდან, ვინც იქ იყო შეკრებილი, ეს გამორიცხული არ არის, უბრალოდ ჯერ მოხდება ამ კრიტერიუმებზე შეთანხმება და მერე ალბათ იქნება ეს რაღაც პროცედურა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ. როდის აპირებთ ამ კანდიდატურის შეთავაზებას? თუ არ ვწდები, შემდეგი შეხვედრა იქნება სადღაც ნოემბრის 10 რიცხვამდე. და უკვე ჩამოყალიბდებით ერთიან კანდიდატს. ხო, საკმაოდ რთული ეკონომისტები შეთანხმდნენ რაიმე საკითხზე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ რაღაც შეთანხმება იქ მოხდება. ერთ კონკრეტულ კანდიდატურაზე? ანუ შეიძლება იყოს რამდენიმე კანდიდატურა და მერე უკვე პრეზიდენტი გადაწყვეტს და პრეზიდენტი თანახმაა, რომ უპირობოდ მოხდეს დაუშვათ თქვენს მიერ შეთავაზებული კანდიდატურის დამტკიცება ამ პოზზე, თუ მასაც აქვს გარკვეული მოთხოვნები. ეს თხოვნა აქვს არა მარტო საექსპერტო წრესთან და არა მარტო ამ საზოგადოებასთან, ვინც გუშინ იქ ვიყავით, იმას ის ასევე მიმართავს სხვა უწყებებსაც და შეიძლება კანდიდატი იყოს სხვა უწყებებიდან. უბრალოდ ესეც ერთ-ერთი სფეროა, საიდანაც შეიძლება წამოვიდეს განსახილველი კანდიდატი. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ამ დაუშვათ ფორმით მოხდეს მისი შერჩევა, ამიტომ რომ ვადაკაზდის თუ არ ვწდები 2016 წლის თებერვალში. ალბათ ჯერ ნადრევი ამას საუბარი. ხო, მაგრამ რახან არსებობს დაუშვათ რაღაც როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან ბევრ სტრუქტურაში, სადაც მას აქვს უფლება წარადგინოს თავისი კანდიდატურები, ის ამ ფორმას მიმართავს მომავალშიც, რადგანაც საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს. და ასეთი თუ არ ვწდები, პირველი იყო მსგავსი შემოთავაზება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ასევე ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოშიც, ანუ მსგავსი ტიპის შეთავაზება პირველი. ამ ფორმით სამთავრობო უწყებიდან და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პირველი იყო მსგავსი პრეცედენტი და მე ვფიქრობ, საზოგადოების ჩართულობის კუთხით საკმაოდ კარგი პრეცედენტია, რომელსაც იმედია გაგრძელებებიც მოყვება მომავალში. აქვე ბანკების თემასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით უკვე მუშაობს ეროვნული ბანკი, რომ შეზღუდვა მოხდება ამ აქტივების. მე მახსოვს, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი, რომელიც გამოდიოდით ამის წინააღმდეგ და ამბობდით, რომ არაფერ არ შეიძლება დავუშვათ ბანკი ფლობდეს სამშენებლო ბიზნესს ან თუნდაც აი ეხლაც იგივე პოზიციაზე ხართ, ეთანხმებით. იგივე პოზიციაზე ვარ, ჩვენ მაშინ ვიყავით გარკვეული შეზღუდვების მომხრე, 4-ეული, ექსპერტთა 4-ეული, ესე დავარქვით მაშინ ამ ჩვენს ფორმატს. ჩვენ ეს ინიციატივა დაგვანახა რეალურად ბიზნესთან წამოსულმა წუხილებმა ძალიან ბევრ სექტორში იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც წუხდნენ, რომ მათთვის არის არათანაბარი პირობები, არა მარტო სამშენებლო სექტორში, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ბანკების შვილობილი და ბანკთან აფილირებული კომპანიები მოქმედებდნენ ისე, რომელიც ქმნიდა ბაზარზე არათანაბარ სიტუაციას. თავის მხრივ ახლა ბევრი კვლევაც დაიდო ამასთან დაკავშირებით, რომ არაპროფილური აქტივების წილი ბანკების აქტივებთან მიმართებაში დიდი არ არის, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია კონკრეტული кейსი, როდესაც მაგალითად კონკრეტული შემთხვევა ქმნის ბაზარზე არათანაბარ პირობებს. შეიძლება ეს აბსოლუტური მაჩვენებელი იყოს სტანდარტში, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში რაღაც შემთხვევა ფიქსირდებოდეს. ამიტომ ეს ძალიან კარგია, როცა ეროვნული ბანკი ამას დაფიქრდა და იმედია, რომ ის თავდაპირველი ფორმა და იდეა, რაც გაჟღერდა, ასე რომ ვთქვათ, ნელ-ნელა არ მოხდება ძირითადი ღერძის დაკარგვა და კანონ პროექტის ეგ ჩასწორებების შეტანა, რომელიც პრაქტიკულად არაფრის შეცვლა არ მოხდება ბაზარზე, თავარია იყოს გონივრული შეზღუდვები, ისე რომ არ დაზარალდეს არც ერთი ბანკი, არც ერთი ბიზნესი და მოთხოვნა არის ერთი მთავარი, ბაზარზე იყოს თანაბარი პირობა. თუმცა ზურაბ გვასალი ამბობს, რომ შეზღუდვები, რომლებსაც შეიძლება მიმდინარეობს, და ინსტრუქციით ბანკებს ისედაც ჰქონდათ დაწესებული და არაპროფილური აქტივების ფლობას სერიოზული მასშტაბი არასოდეს მიუღია. არასოდეს მიუღია, დღესაც არის ჩანაწერი კანონში, თუ არ ვწდები, ეს არის რაღაც აქტივების 25%. მაშინ რატომ იყო ეს პრეტენზიები? დღეს არის საკმაოდ ბევრი მექანიზმი, როგორ შეიძლება აუარო გვერდი ამ 25%-იან მაჩვენებელს და შეიძლება გქონდეს 100%, მაგრამ იჯდნენ მაინც კანონის ფარგლებში. თუმცა აქ საუბარი, როგორც მე აღვნიშნე, არა იმაშია, რომ დაუშვათ რამოცულობის არაპროფილური აქტივი მაქვს, არამედ ეს მცირე პროცენტის არაპროფილური აქტივიც ქმნის ბაზარზე დეფორმაციას და ეს არის აღსაკვეთი. მაგალითად, მე მაქვს სამშენებლო კომპანია, ჩემი კლიენტი პოტენციური მიდის ბანკში და მას ეუბნებიან, რატო იმ კომპანიაში, როდესაც მე მაქვს ჩემი კომპანია და უფრო ხელსაყრელი პირობები შემიძლია მოგცეს სესხიც და ბინაც. აი ეს უკვე არის ბაზარზე არათანაბარი პირობების შემოტანა. აი ეს უნდა ჩაიკეტოს მსგავსი ტიპის შეთავაზებები, ანუ ბანკს არ უნდა გქონდეს მარკეტინგი აწარმოოს მისი შვილობილი კომპანიის, რომელიც სხვა კომპანიას აზარავს. ამის გარდა კიდე ძალიან ბევრი არგუმენტია, რომელიც შეიძლება ვთქვათ. თუმცა დაზღვევა რჩება ბანკებს, იმიტომ რომ ეს არ გადის არაპროფილურ აქტივებში, ფინანსური ბაზარი. როდესაც ინიციატივით გამოვედით,
ორი სფერო, რომელიც შეიძლება ერთი სფერო, რომელიც შეიძლება არ შეეხოს ეგ შეზღუდვა არის ფინანსური სექტორი, ანუ სადაზღვეო და საბროკერო საქმიანობა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკითაც, არის ახლა ქვეყნები, სადაც ესეც აკრძალულია, მაგრამ მაინც ერთი სისტემაა, მაინც რაღაც ერთი ორგანიზმია და ჩვენთანაც არსებული პრაქტიკით პრაქტიკულად ყველა ბანკს თავის სადაზღვეო კომპანია, ან მასთან დაკავშირებული სადაზღვეო კომპანია გააჩნიათ. ამიტომ აქ კონკურენციის ნაწილი უფრო მეტია, ვიდრე მაგალითად სხვა შემთხვევებში. გასაგებია. და ახლა გვერდს ვერ აუვლით ბიუჯეტთან დაკავშირებით, უნდა გკითხოთ, ახლა ამ წუთებში ფინანსთა მინისტრი უმცირესობას ხვდება და მათ პრეტენზიებს ისმენს, ანუ უმცირესობას აქვს არგუმენტები, რის გამოც არ დაუჭერს მხარს 2015 წლის ბიუჯეტს, მათ შორის არის ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ მოსწონს და ამბობს, რომ 5%-იანი ზრდა არის საკმაოდ დაბალი, ასევე შიდავალთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრმა უკვე უპასუხა მათ გარკვეულწილად და თქვა, რომ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეს არსებობს. ეს არის ყველაზე რეალურად დაგეგმილი ბიუჯეტი. ეთანხმებით თუ არა? მეც ვეთანხმები, რომ ბიუჯეტი რაც გვაქვს დღეს არის რეალისტური ბიუჯეტი, არაფრით განსხვავებული წინა წლების ბიუჯეტისგან. თავი გამოწვევა ამ ბიუჯეტში არის მაღალი სოციალური დანახარჯები, რომელიც გრძელვადაში აუცილებლად იქნება ტვირთი ეკონომიკისთვის და აქ საყურადღებოა ძალიან ეს მიმართულება მთლიანობაში, თუმცა ეხა მესმის რომ ადამიანებს ჭირდებათ იგივე წვდომა სამედიცინო სერვისებზე, მაგრამ ეს ძალიან ხარჯიანი პროექტია. ითქვა, რომ პენსიებიც გაიზრდება. ხო, პენსიებზე ის 34 მილიონიანი ზრდა ისედაც იყო ჩადებული, ეს დაახლოებით 5 ლარის პენსიის მომატებისთვის არის საკმარისი, მაგრამ თუ შეიცვლება რამეში და ხარჯების გადანაწილება შეიძლება ეს თანხა უფრო მეტი იყოს, ეს არ უცელბად გადაწყდება გადამუშავების პროცესში. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ უფრო მეტი ზრდა რატომ არ არის, ჩვენ შეიძლება მარტივად ვთქვათ, რომ უფრო მეტი ზრდა ჩაიდოს ბიუჯეტში, მაგრამ ის ვერ შესრულდება და მე ეს კიდე პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდება. თუ ოპონენტები დღეს ხედავენ რესურსს იმისა, რომ უფრო მეტი ზრდა ქვეყანას რა ნაწილში გააჩნია და დაუშვათ ამას იტყვიან, მაგალითად აი რა არის შესაძლებლობები, რის გამოც ჩვენ შეიძლება 5-ის მაგრად კონდეს 7-იან 8%-იანი ზრდა, შესთავაზონ დაუშვათ. იქ არის აქცენტი რა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, ანუ რაღაც ითქვა, რომ შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტების ინფრასტრუქტურული პროექტების განაპირობების შეფერხება არსებობს და სამინისტროებს ის პრობლემა აქვს წელსაც რაც ჰქონდათ შარშან, რომ ვერ ხერხდება დროში დაგეგმილი პროექტების შესრულება და ის თანხების ტემპი დათვისება. ძალიან საინტერესო ცოცხლი არის და ვერ ხარჯავენ. ხო, არის ეს და ამის ფონზე ითხოვენ მომავალ წელს ბიუჯეტის გაზრდას, ხო? იმიტომ იგივე პრობლემა შეიძლება დადგეს მომავალ წელსაც. აქ თავარ მიზეზად სახელდება ის ტენდერები, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომპანიები და ტენდერებში მუშაობის პრაქტიკა იყო ცოტა სხვანაირი, ანუ ტენდერს საქართველოში იგებ დაბალი ფასით, ყოველგვარი სხვა პარამეტრების გამორიცხვით, კომპანიები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაბალი ფასი დაედოთ ტენდერში, იმისათვის რომ მოიგოთ ტენდერი და მე ხდებოდა რომ რა თქმა უნდა მიმდინარე ტენდერის ფული ჩემთვის არ არის საკმარისი რომ პროექტი დავასრულო, მაგრამ ვიგებ მეორე ტენდერს, საიდანაც ფული მომაქვს და მე შემდეგ ტენდერს კიდე შემდეგი მოგებული ტენდერით ვაფინანსებ. აი ეს პრაქტიკა და ხშირ შემთხვევაში გარკვეული შეფერხებები ამ ნაწილში ქმნის იმას, რომ ზოგი პროექტი რევიზიის პროცესშია, ზოგი ვერ სრულდება, ზოგი დამატებით თანხას ითხოვს და მთლიანობაში ვიღებთ აი ამ სურათს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. შედავალი საკითხად შეეხება 600 მილიონი ავიღეთ წელს და როგორც ჩანს მომავალ წელსაც 400 მილიონს კომერციული ბანკებისგან იღებენ. ანუ აქ საუბარია იმაზეც ექსპერტები ამბობენ, რომ უხეშად ანუ გამოდის, რომ კომერციულ ბანკებს ეხმარება სახელმწიფო და ისიც ხდება ერთ-ერთი ასე ვთქვათ კონკურენტი ამ ბანკებისაც. ბიუჯეტს ფული ჭირდება, ბიუჯეტს ფული როცა ჭირდება, მან რამდენიმე წყაროდან შეიძლება შეავსოს ერთ-ერთი არის საშინაო გზა, მაშინ როდესაც ჩვენს ეკონომიკაში ბანკებს გააჩნიათ ჭარბი ლიკვიდობა. ანუ ხშირი არგუმენტი რომ მაგალითად ხო არ არის კერძო ბიზნესის კონკურენტი სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში. განვითარებულ ეკონომიკაში ეს ასეა. სადაც მაგალითად აქტიურად მოთხოვნა არის სესხებზე, ბანკებს არ აქვს ჭარბი ლიკვიდობა, როდესაც სახელმწიფო სესხულობს ბანკებისგან ფულს, ფული ძვირდება, იმიტომ რომ მაშინ, ესე იგი, სახელმწიფო ქმნის დამატებით მოთხოვნას და კერძო ბიზნესის კონკურენტი ხდება. მაგრამ საქართველოში, სადაც ბანკებს აქვს ჭარბი ლიკვიდობა, ვერ ითვისებენ სრულად იმ თანხას, რომელიც შეიძლება სესხებად გაქცენ და ბიზნესში ჩადონ, ასეთ ფონზე სახელმწიფო ფული ისესხოს ბანკებისგან, კაპიტალის გაძვირებას ნაკლებად გამოიწვევს და მთლიანობაში ის ფული მაინც უნდა იდოს სადღაც არაფერს არ აკეთებს და ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ამ ფულს სესხულობს. ანუ მნიშვნელოვანი დეფორმაცია სახელმწიფოს არ შეაქვს. თქმა უნდა, ხა ბანკისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ისესხებს მისგან ფულს. მაგრამ ეკონომიკაში როგორ უნდა დატრიალდეს ეს ფული მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ისედაც ვერ ტრიალებს ეს ფული, იმიტომ რომ საკმარისი პროექტები არ არის, რომ ბანკებმა ეგ ფული ეკონომიკაში ჩადონ. თუ ბანკები რისკებს არ გაწევენ და არაფინანსებენ ამ პროექტებს. თუ
იქნება ბუმი პროექტების და მაშინ იქნება სახელმწიფო დამატებით ფულის შესაძლებელი ბანკებისგან, მაშინ კი ბატონო, ჩვენ მივიღებთ სახელმწიფოს როგორც კერძო ბიზნესის კონკურენტს. მაგრამ დღეს როცა მე ისედაც მაქვს თავისუფალი ფული, რომელსაც ვერ ითვისებს ბიზნესის სრულად. ნუ სხვა თემაა, კაპიტალი ძვირია, შეიძლება პროექტი არ არის თუ ასე შემდეგ და ეს ფული მაინც უნდა მედოს. ვერ ითვისებს თუ იქნებ ბანკები არ იძლევიან, იმიტომ რომ ხშირად ხსმენია ესეთი რაღაც, რომ მათ აქვს საკმაოდ ბევრი ბარიერი, რომლის გადახვაც საკმაოდ რთულია და ამიტომ სახელმწიფო ერთვება ამ პროცესში, იგივე სხვადასხვა პროექტები ვიცით ჩვენ აწარმოებს საქართველოში. ლოგიკურია იმ ხრივ რისკი შეიძლება პროცენტის შედარებით ნაკლები იყოს სახელმწიფოს შემთხვევაში, შესახების შემთხვევაში, მაგრამ რისკი არის მინიმალური. როცა ბიზნესის დაწყების რისკი ბევრად უფრო მეტია და იქ შეიძლება ეს თანხის ამოღება გახდეს პრობლემა და სახელმწიფოს როცა ასესხებ, ეს არის პრაქტიკულად ურისკო ფული, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო უკან დააბრუნებს. ამიტომ ბანკების გადაწყვეტილება შემთხვევაში არის წმინდა კომერციული ინტერესი აწყობილი. სახელმწიფო დასწრებს ამით. სახელმწიფომ არის ესხოს ფული დაუშვათ თუ არის ესხებს მე რა ამით რა შეიცვლება არც არაფერი. და საგარეო ვალდებულებებიდან მოზიდვა უფრო დაუშვათ. საგარეო ვალდებულებებიც არის ხო, ბიუჯეტ ჩადებულია, მნიშვნელოვანი ცხარო, შეიძლება რა თქმა უნდა კარგით, მე სტრუქტურაზე შეიძლება იფიქროს სახელმწიფო, მაგალითად რა უფრო უმჯობესია მაკროეკონომიკურ თვალსაზრისით, თუმცა ამ ეტაპზე მე განსაკუთრებულ დეფორმაციას ამის გამო ქართულ ბაზარზე ვერ ხედავ. და მე ისე ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე მინდა იმ თემას დაუბრუნდე, რითაც დავიწყე ინვესტიციებს გულისხმობ. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა როგორია ქვეყანაში და აქვე მინდა კითხოთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა ბიზნა ივანიშვილის მეგობარი მაშკევიცი და უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა ახალი მოთამაშე გაჩნდეს აქ საუბარი არა 1-2 მილიონზე, არამედ 100 მილიონზე მეც. და მაშინვე გამოითქვა თითქოს მოსაზრება, რომ მე ჩემს გაუგებარია რატომ შეიძლება რომ მონოპოლისტი გახდეს დაუშვათ ეს ადამიანი. ანუ აქ იყო საუბარი თვალსწრაფად, იმიტომ რომ ეს ბიზნა ივანიშვილთან რახან კავშირი ჰქონდა. ეს მე მგონი რომ გაზვიადებული და აჟიტირებული თემაა, იმიტომ რომ ვიღაცას აწყობს რომ ეს წარმოჩნდეს როგორც ოდიოზური ფიგურა ქართულ ეკონომიკაში. თუ ამ პრინციპით მივყვებით, რამდენი ოფშორული კომპანია გვყავს საქართველოში, რომლის უკანდგომი ადამიანი წარმოცით. ბევრი ხო? ეს ადამიანი მოდის პირდაპირ და ამბობს რომ მე ჩავდებ ფულს რაღაც კონკრეტულ სექტორში. აი რა შეიძლება ფარმაცევტულ ბაზარზე თუ გამოჩნდება ერთი მსხვილი მოთამაშე და პრაქტიკულად ფასებზე იმოქმედებს ეს. ნებისმიერი კონკურენციის გაძლიერება ყოველთვის მოქმედებს ფაზარზე, თუმცა მარტივი არ იქნება იმ სტრუქტურის დანგრევა, რომელიც დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს არის კარტელური, კარტელური არის უფრო ვერტიკალური სტრუქტურის მქონე საკმაოდ დიდი მონსტრები. ანუ პრაქტიკულად როცა ვერტიკალში არსებობს რამდენიმე მიმართულების ბიზნესი და პრაქტიკულად მომხმარებლის არჩევანი არის შეზღუდული. პირადი მაგალითი ამ შემთხვევაში რაღაც ერთი წამალი და მაინტერესა ფასი, ანუ და გადაწყვეტე რომ ყველა აფთიაქში ყველგან აბსოლუტურად რაც კი საქართველოში აღარ ჩამოთვლი აქვს ერთი და იგივე ფასი შეიძლება დავუშვათ ერთი მედიკამენტი ყველგან ღირდეს პირობითად 29 ლარი და 20 თეთრი. ყველგან არც 5 თეთრით მეტი, არც ნაკლები, ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის პირველი ნიშანი კარტელური შეთანხმების, როდესაც რაც უფრო ცოტა მოთამაშეა ბაზარზე, მათ უფრო მეტი შანსი აქვს რომ ერთმანეთში მსხვილი კომპანია და გვაქვს 3 დაახლოებით 5 მოთამაშე გვყავს ფარმაცევტულ ბაზარზე. მაგრამ ეს შეიძლება ითქვა არის იმის საფუძველი რომ ყველას ერთ და იგივე ფასი ქონდეს. იგივე დავშოთ შემომტანი მაგწამლი შეიძლება იყოს ერთი, რომელიცაც აქვს ფასის ეს სტრატეგია, შეიძლება ესეც იყოს. არ გამოურიცხოთ, თუმცა ახალი მოთამაშის შემოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გახსნის ამ ბაზარს და უფრო გააძლიერებს კონკურენციას. საინვესტიციო პოლიტიკას დაკავშირებით, როგორია ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა? ვფიქრობ, შედეგებში ჩანს თუ არც თუ ისე აქტიური და ალბათ გჭირდება უფრო მეტი აქტივობა ამ მიმართულებით. მართალია, ეხლა მარტო აქტივობა ამას ვერ უშველის, იმიტომ რომ ისეთ რეგიონში ვართ, რომ სადაც დაძაბულობაა საკმაოდ რთული კერები გვაქვს, იგივე თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთის საფრთხე, რომელიც იგივე ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება, ეხლა მართალია, ესე პირდაპირ არა, მაგრამ რეგიონში მთლიანობაში ეს დაძაბულობას ქმნის. გარე და შიდა პოლიტიკური რისკებია, მაინც ისევ ჯერჯერობით ყველაზე სუსტი წერტილი საქართველოს საინვესტიციო გარემოსი და რა თქმა უნდა ბაზრის სიმცირე. ეს მოლოდინის რეჟიმით და კიდე ერთი აუცილებლად ეს არის კონკურენციის დაბალი ხარისხი ჩვენს ბაზარზე. რაც ქმნის იმის წინაპირობას, რომ ბაზარი არის უინტერესო ძალიან ბევრი ინვესტორისთვის, სადაც რადგანაც მან იცის, რომ მაღალ კონცენტრირებული სექტორებია და მას გაუჭირდება კონკურირება დაუშვათ უკვე ჩამოყალიბებულ ინსტიტუტებთან, რომლებსაც მეტნაკლებად ბაზარზე გამყარებული აქვს სიტუაცია. Ну და მაინც უნდა ველოდოთ, რომ ეს ინვესტორი შეიძლება შემოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე კონკრეტული საუბარი, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს და მე პირადად ხოლმე მივესალმები მსგავსი ტიპის ინვესტიციებს. დიახ, კარტელულ გარიგებებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გითხოთ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უკვე $83 ჩამოწდა ბოლო ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი. თუმცა ქართულ ბაზარს ეს ნაკლებად ეტყობა. რა ხდება? აქაც მივდივართ კარტელური შეთანხმების უმთავრეს ნიშნამდე,
როდესაც არაადეკვატურია ის რეაქციები და ის ტენდენციები. ფასის მატების შემთხვევაში არის მყისიერი რეაქცია, ფასის კლების შემთხვევაში ეს არის არგუმენტი, რომ ჭირდება დრო იმისათვის, რომ ის მარაგმა მოაღწიოს ჩვენამდე. თუ იქ ის ესია, მაშინ აქ ესე რატომ არის, ხო? აქაც იგივე პრობლემა გვაქვს, ბაზარი არის მაღალ კონცენტრირებული, 5 უმსხვილესი კომპანია, სადაც გარიგების შანსი არის ძალიან მაღალი. ანუ უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ჩვენთანაც ასე ვთქვათ, გაიაფთება საწვავი. რამდენს უნდა ჩამოწეს? ალბათ საზოგადოების აქტივობა იქნება აქ პირველი ბერკეტი, რამაც შეიძლება კომპანიებს აფიქრებინოს ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამ ბაზარზე აბსოლუტურად სხვა ტენდენცია მიდის, თქვენც ადევნებთ ალბათ თვალყურს, ბენზინის მოხმარება და აი ხევადი საწვავის მოხმარება დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული და არის ბუნებრივი აირზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. თუმცა აქაც სხვა პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ რომ ერთადერთი იმპორტიორი გქონს ქვეყანაში ამ ბუნებრივი გაზის, ამიტომ აქაც შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც არის თუნდაც ამ ბაზარზე. თუმცა ეს ჩანაცვლება ეტაპობრივად მაინც მიმდინარეობს. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი გადაცემის დრო სამწუხაროდ ამოიწურა. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დაბრუნდებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ეკონომისტი ირაკლი ლექვიდაძე. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.